მაძიებლის მეოთხე სეზონის მეოთხე ფინალში საუკეთესო ხალხი მიიღებენ მონაწილეობას. დიახ. წინაზე წეგ თქვი ხო? აუ მეოთხე ფინალში ოდის გავედი, ეგ მაინტერესებს. აბა სახელებს თუ ათქმევინებ. აბა სახელები? ცოტნე გუნდიშა, ბასტო და ქორო არიან. ჩვენთან შესარჩევი იყო და მე-16 ფინალი, მე-8 ფინალი გადალახეს, მოიგეს თამაშები. მისტერ ბის და იმ გედევან ფოფხადეს. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო, ნათქვამია და რაც კარგად იწყება. მით უფრო შესაბამისად მოგესალმებით მაძიებლის მეოთხე სეზონის მეოთხე ფინალში, რადგან უნდა ვითამაშოთ ახლა ყველაზე ისეთ საინტერესო და მაინტრიგებელი, საგამოძიებო და ინტელექტუალური შოუ, რომელსაც ქვია მაძიებელი. ხო, მოკლედ დღეს შოუში საუკეთესო ხალხი მიიღებენ მონაწილეობას და შეეცდებიან დაამტკიცო, რომ ნამდვილად საუკეთესოები არიან ყოველ მხრივ. დიახ. წინაზე წეგ თქვი ხო? აუ მეოთხე ფინალში ოდის გავედი, ეგ მაინტერესებს. ან მეოთხე ფინალში. აბა სახელებს თუ ათქმევინებ. აბა სახელები? სხვა შორის მანამდე დიდი შესარჩევი იყო და მე-16 ფინალი, მე-8 ფინალი გადალახეს, მოიგეს თამაშებით იმას. მისტერ ბის და იმას. კი და საბოლოოდ უცნაურია აღმოჩნდა, რომ 16-ვე ამ სეზონის მონაწილე ქართველია, იმიტომ რომ ყველა უცხოელი და იმიტომ რომ ქართული არ იცოდნენ იმათმა და დამარცხდნენ შესაბამისად. ჩიტუჯის გაუჭირდა. ჩიტუჯის არის ამ პროექტში? ცოტნე გუნდიშა, ბასტო და ქორო არიან. ჩვენთან სალამი, მეგობრებო, როგორ ახალ? სალამი. შეგიძლია მოიხსნა ჯერ. ამე დავიწყოთ. ეჩვე ვიყო? დიახ. მდგომარეობას. მოკლედ დავიწყოთ იმითი, რომ მოდი გამოიწერეთ თაროს თაობის არხი, გელოდებით. გამოიწერეთ და გავაგზავნებთ მე. მე მოვხრიპავ და ამაზე გადმოდი მე. გამოიწვია წერილი გაქვს? კი. კაი, თუ უკვე გამოიწერეთ, მოიწონეთ კიდევაც, ან არ მოიწონოთ, მაგრამ ეს კომენტარში აგვიხსენეთ, რატო არ მოიწონეთ. მოკლედ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ ჩვენმა არხმა გააგრძელოს სუნთქვა და არსებობა და ამაში ასევე გვჭირდება ჩვენი სპონსორებისა და პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან. ამიტომ PSP ჩვენი ერთგული მეგობარია, ამ სეზონშიც ჩვენთან ერთად იქნება და საჩუქრებითაც დააჯილდოვებს მოთამაშეებს. ჩვენთან ერთად არის დანკინი და ყავა და გვეხმარება, რომ ვიაზროვნოთ მთელი თამაშის განმავლობაში, შეგიძლიათ თქვენს გონებას დამატებითი ვიტამინები გადასცეთ. ჩვენთან ერთად არის გამომცემლობა ინტელექტი, რომელმაც წიგნებითაც მოგვამარაგა, ხარდაჭერითაც მოგვამარაგა, მეგობრობითაც ყველაფრით და წიგნებს ჩვენს მოთამაშეებსაც გადასცემს. კიდევ Click Production-ი იღებს ჩვენს შოუს და Heima Production-ი მუსიკალურად. აფორმებს, მოკლედ ესეთ კარგ ხალხში აღმოჩნდით და ეს აისახა საბოლოო ჯამში მაძიებლის მეოთხე სეზონზე. რამდენი ვილაპარაკე? ორი მაგდენი გელაპარაკოს. გელაპარაკოს რა დაგჭა? ცხოვრების ბოლომდე, მხოლოდ ორი ამდენი. არა, სპონსორებზე. კი, გადაცემა გაზრდილი იყოს 20 წუთით სპონსორების ჩამოთვლის გამო. ნამდვილად. გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ის და TikTok არხებიც, მოძებნეთ თაროს თაობა და გამოყვებით იქაც, მოკლედ. და მეგობრებო, როგორ ახართ? კარგად, აბა რას ვიგებთ წელს? წელს იგებთ MetaQuest 3-ს, რომელიც აი აქ გვერდს გვიმშვენებს, თაროს თაობის კლუბებზე არის განთავსებული. თანაც მეცაც გეტყვით, ხო, ეგ ცვლილება გვაქვს, რომ ორი ადამიანი თამაშობს წელს ორ ადამიანთან. მაგრამ პრიზი არ შეცვლილა. პრიზი შეიცვალა. ორი კონტროლერი ორი წელი. ერთს MetaQuest, მეორეს კი აი ეს ლიმონადები. კეთს არ გაგიშვებთ უსაჩუქროდ? ორი MetaQuest-ი იქნება წელს საჩუქარი და ორივე გამარჯვებული მოიგებს MetaQuest-ებს და სხვა შორის რაღაც თამაშები არის MetaQuest-ზე, ერთმანეთს რო ეთამაშოთ VR-ით, ეგეთი შანსებიც. ჩვენ iPhone-ები უკვე მოვიგეთ ერთ გადაცემაში და ეხლა MetaQuest-ებსაც ერთ-ერთ ინტელექტუალურ მაგაცაა. კარგი. და მე სახლის აშენება ღარ რჩება. ეგეთი კითხვა ხო? BKMI ისტორია. შეიძლება რომ ეს რაღაც ტექნიკის მაღაზიაც ყოფილიყო ჩვენთან. ნუ მაგრამ ხო, MetaQuest-ი ტექნიკის მაღაზიაში ვიყიდეთ სხვათა შორის და ტექნიკის მაღაზია არ არის ჩვენი სპონსორი და თუ იქნება, ვიტყვით სად ვიყიდეთ. მეგონა რომ შეაგინებ და სადაც ვიყიდეთ და არ არის ჩვენი ინტელექტუალური გადაცემა ეგრევე ჩამოიგრევა. აი ჯერ ნახოთ მომდენო სეზონში თქვენ კიდევ გაქვთ შანსი.
აი, ძვირფასო ხალხო, დავიწყოთ თამაში. ნუ წავიკითხე უკვე პასუხები და რაღაც მინდა, აბა. ვერაფერიც ვერ წაიკითხე. პირველი პასუხი არის ის, რა ქვია. მეტაკვესტი. მოდი. საჩიმაევი. ერთიანი გინდა თუ გერბი? გერბი იყო, იმიტომ რომ ძალიან პატრიოტები. ჩვენ გერბი. ჩვენს გერბი. გერბს არავის არ დავუთმობ. არ გვაინტერესებს, ორივეს გერბი გვინდა. მოდი, დავხსნათ მაშინ. ახლა. გერბს არ დავუთმობ, გერბი დავუთმობ და მოდი, არა, ნახე, დაიწყო ერთი მაშინ. არის ღმერთი. ერთი. ერითმება? ან ვექცანცარობა? არა. გერბი. კაი. არა, ჩვენს გერბი. გერბი. კაი. არ შევიცვლით. და გერბი დაჯდა და ორივე ვიწყებთ. ვინ იწყებს კაცმა არ იცის? დაიწყონ. იმათმა დაიწყონ. ქოროს ხათრი. მე ხვალ მეგონა ჩაწერა. ადამიანები ვის გინდათ მეტი გამოიცნოთ. მე მინდა მეტი გამოვიცნო, დაწყება არ მინდა. იწყებენ. ვახ. ადამიანით ვიწყებთ? კი. ვერ მოლაპარაკება იცის. მურვანყრუ. ჩორტი, ეგ მეც ვა, მეგონა. საღო. ვერ ნახოთ გამოიცა. ვიდე ორ გოლი მურვანყრუში. 4-0. ამას რისთვის ვიყენებთ ხოლმე? მან დავწოთ skibidi toilet. პირველი მინიშნება მეგობრებო. ეს ჩვენ არ უნდა გავიკეთოთ ჯერ, ხო? არა, ჯერ ყველას გაჩვენებთ ამ პირველ ისა, მინიშნებას. ბოდიში, ქართველი ადამიანი არა ხო? არა, სოფლიო. ზოგადად და ადამიანი. საქართველოს სოფლის ნაწილი არ არის? ეხება ადამიანად იქნება არჩევი მესამე. მაგას. აჰა. მესამე ქართველი ვარ, ვი. აბა მინიშნება. დევიდ ბოუი. ეს არის ბიჭო. დაიხუჭეთ. ნუ განახებთ მაინც კიდევ ერთხელ ხურსასმენები გაიკეთეთ. კვასტოკორო წავიდა. კაროჩი, გოცი აუგაჩვენ. ის ხო არ არის. Came back to break. არა, ხო და გაგოცი მეთქე. ხო და ეხა ძალიან ეგ არ იქნება, პროსტა ეგ არ ძალიან იქნება. საერთოდ იქნება ნახატის გამო. მაგრამ გავიხსენოთ ელვა მაკვინი. არა, ელვა არა. შრამი, შეიძლება შრამი იყოს მინიშნება და ესეთი ცნობილი ფიგურა გავიხსენოთ, ვის აქვს არა, შრამი. მოდი მივიდეთ, რატომ აირჩევდნენ თვითონ ამ ეს ადამიანი, ხო, ის არის. ის ღერის დარწმუნებული ვარ. ესე რა ქვია, რატო აირჩევდნენ ამ ფოტოს? აირჩევდნენ იმიტომ რომ ვიზუალურად თუ აზრობრივად. მე მგონია რომ ამის გამო ერჩევდნენ. ჰარი პოტერი, მაგრამ ჰარი პოტერი ფიგურა არ არის, ხო? ნამდვილი ადამიანი უნდა. შერხანი არ ითვლება, ხო? სკარი. ნამდვილი არ არის, ადამიანები სკარი. ხადია. სკარი არ არის, ანუ ადამიანებია. ვითომ ვუპასუხოთ პირველივეზე სკარი თუ შევინახოთ, ხო? შევინახოთ. მოდი, შენ იმაზე იფიქრე, შრამიანი ფიგურები ვინ გვახსენდება? მიდი, აბა ჩამოვვითვალე. რიბერი. რიბერი სხვა შორის ეპშტეინის სიაში იყო, იცი? ხო, რა თქმა უნდა, მე ნახე? სად იყო? ეპშტეინის სიაში იყო რიბერი, კი, გახსნილი. მოყა მაგა ერთ-ერთი თავარი მერჩენდაიზერი. აი, ის თქვა, მე ის რა კითხვა მაქვს, ვინ არის პასუხი ამისი? სოფლიო ისტორიიდან ადამიანი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სფეროდან, ნებისმიერი ეპოქიდან, ანუ თანამედროვე ძველი. ეხა წარმოიდგინე რა, ესე ზიხარ და ფიქრობ სოფლიოში ნებისმიერ ადამიანს და მოდი, გავინჩი რიბერიზე შეგიძლია მოვიტანოთ. თქვა, შეგიძლია ნებისმიერ არა, ტიპი და რიბერის რო ამბობ. რიბერი არის. მოდი თეორიულად შეიძლება, მაგრამ ჩვენ ერთ შანსს მივცემთ. ამ ეტაპზე პირველივე ხო, ზე არ მანჩესტერის კი. ხო და რიბერის არ მოიტანა. მანჩესტერი მაშინ მაშინ მოიტანა. საჰა ხო რობენ გევასებოდა. სმით უმეტეს. ასაკის პონჩი მაინც საჰა. არის. კარგი, ვაჩუქოთ. კაცი, რიჟა. იები ერთმანეთს. და გავიკეთოთ ხურსასმენები. ის მინდა რა, სოლადი. აბა, всё, კი, შეგიძლიათ მამაკლა და თამარ. იდეა. შენ უკვე დაიხოდა გიორგი. ა ვილიამ ლოლასიაოს. პასუხი. რატო? ეს სახეზე რო ის აქვს სადღაც. ხა. გუნდიშეს უფრო кайქონდა დედიელ რედკლიფია. ელვა. ელვის ბლანჩი. მე მოგზალებულად ვიცი თქვენს ვერსიებზე, იმიტომ რომ შეიძლება ბატონო. მართალიც იყოს კი, ბატონო. ადრე და შეიძლება. კიდევ ქონდა ვარიანტი, რომ შეიძლება იყოს ვინმე კოსმონავტი, იმიტომ რომ სტარმენი თუ როგორც არის, ხო? თუ არა? კი არა და რა ქვია კაცო სიმღერას იმას. არ მახსოვს რა. Ground control to major. მარა მაიორი ტომი შეიძლება იყოს თვითონ პასუხი. დევიდ ბოუი სახეზე იმით. ტიტული რო არის მაგაში ხო არ არის რამე ოპა. ნიშნება. კიდევ ვინ შეიძლება იყოს, ცი? ეს ხო უცხოელია. უცხოელი შეიძლება იყოს ტესლა, იმიტომ რომ ბოლო როლი იყო ტესლასი ბოუის შესრულებით. როგორ? ტესლა, ერთ-ერთი ბოლო როლი, რომელიც შეასრულა ბოუიმ, იყო ტესლას როლი ფილმში, იმაში პრესტიჟში მე მგონი თუ არ ვწდები. ვაფიქსირეთ პასუხს. გინდა ეგ? არა, როგორც ვარიანტი, მეორეს დავალოთ, ბაზა ბევრი ვარიანტები გვაქვს და რაღაცეები რომ გავფილტროთ, გავშალოთ ჯობია. ეს წეღან არ მოგიტრიალებს. არ მომიტრიალებს. ეს ჩვენ
ვა, ტრაკი. შუაზე იყო მაინც. შუამდე დავაცდი. აი, აზრი არ აქვს, ხო, ნუ შემდეგი ის რომ ჯობია რომ შემდეგი მინიშნებას დაველოდოთ. დაველოდოთ. არ გარის. თორე არა, ბევრი ვარიანტი. კი მომწონს ვილიამ ვოლასი, მაგრამ როგორც ადამიანი. დენიელ რედკლიფ, მოდი, ეგ იყოს და ვთქვათ, არა, კაი. კაი. უი, ჯერ ეხლა რომ მეორე მარტივი იყოს. საათი ამოტრიელი მანამდე. საათი ამოტრიელი მანამდე დაგდება. რა ილაპარაკეთ, აბა მოგვითხრები ხო არ ხარ. რაო, ახლოში იყვნენ. აუ, ბევრი საინტერესო რამე ითქვა. მართლა, სწორი ოქტოპუსზე? არასწორი მაგას არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენკენ თუ ზოგადად თუ მათ თქვეს მხოლოდ და მხოლოდ. ორივე აუ, ბიჭო, ეს ლავიწებს არ დავაკვირდით. ლატო კი ხო არ არის? დევიდ ლატოკე, მომღერალი. ოკეი, ნამდვილად. კაი, მოდი ვნახოთ მეორე მინიშნება. ვნახოთ კი არა, მოიხსენი ახლა მართლა, იმიტომ რომ უნდა მოვისმინოთ. ბიჭო, მართლა გადაცემაში ერთხელ ხო შეიძლება. ხო გითხარი. დავაფიქსიროთ მეთქი. მითხარი. ერთხელაც გინდათ არა, მოვისმინოთ. არ უნდათ. თქვენ გაიკეთეთ. გაიკეთეთ. მიდი და ფიქრის დროსაც გავამეორე. ჩავუხოთ ქოროს და ბასტოს ერთხელაც. ეხლა მარტევა იქნება. არა, ვაფიქსირე. ბაჟა. ტომას ედისონი. არა, ბიჭო, შეხედ. და იმას ხომ მოусმინე. ელვის პრესლი. ორი ვარიანტია. ელვის ხმა ხო იყო. ეხლა პრესლის ხმაც გაუშვი. აშკარად. ბიჭო მომღერალი. სახე დაიწყო სახეზე აქ ელოა ბიჭო რა და ელოა მე ელექტრო, ელოაზე უნდა წახვიდი აქ. ხო და დიდი ელვის ალბათობით პრესლი მე რა. ორი ვარიანტი გვაქვს, ან ტესლა უნდა იყოს ან ედისონი. ჩემი აზრით. გამეთქნია თავი ახლა. ვაფიქსირებთ? კი, უეჭველი, იმიტომ რომ იმათ პასუხი აქვთ. ტომას ედისონი. აფიქსირებთ. კი. საბოლოო მივიღო. დიახ, გეხვეწებ. აუ თუ ტესლა. არა, ედისონი იყოს. ნახა პირველი ხო ედისონი იყო როგორც. ამ პრესლი არ მინდა. ელვის პრესლი. ელო მაკვინი, ელო მაკვინი. თუ დაფიქსირება გინდათ, დავაფიქსირეთ. კი. ტომას ეს მიულერი. ედისონი, მაგრამ ედისონი. კაი. მოიხსენეთ ყურსასმენები. დააფიქსირეს ძმებმა სწორად. ვერსია, რომელიც არ არის სწორი პასუხი. ეხლა გადაწყვეტე? არ არის სწორი. სათნე, აწუხაროთ ხვი, და ბარენ, პირდაპირ. თქვენ აღარ გაიკეთოთ იგივე ყურსასმენები. სიტყვიანი. თქვენ უნდა თქვას, ჩემი ცოტნე იტყვის. იმსჯელოთ დრო არა, ჩემი ცოტნე იტყვის არა, ტესლა არის სწორი პასუხი. აუ, კარგი ხა ტესლა როგორ წავალ. ტესლა. რატომ? იმიტომ რომ ტესლას ნიშანია. შეასრულა, ბოლო როლი იყო მისი ტესლას როლი და იქ დენის ხმა და გონია რომ ეგ არის სწორი პასუხი. მაგრამ დენიელ რედკლიფიც გამოდის. დენი? აი ეს იმით რო აკეთებს. აუ, მე ჰარი ფარი პოტერზე აზრით ჩვენ წავალ. ვერსია გქონდა. მე მქონდათ ვერსია ძალიან ცუდი. არა, კუძმა, აი, ერთ-ერთი ეგეც გქონდა. ნუ ისა, რატო გადავწყვეტე ორი რომ ჯერ ვერსია სწორია. არა, ხო, რა ვიცი. ტესლა დააფიქსირეთ. დავაფიქსირე. ეს ორი აუ, პასუხი. ბიჭო, მე თქვა რა. ედისონი. ედისონი. ან ედისონი ან ტესლა, მაგრამ ეს შუაში იყო. კავანი. აი, ელოაზე წავედი, მაგაზე რომ პროსტა ელექტროენერგიაზე წავედი. ელოასთან ელო ელექტრონულ მაკვინი ექსპერიმენტებს აკეთებდა უფრო ტესლა, რომ გამოიწვია დისტანციურად შენ რა თვალე ჩუმიშნებინა? ორივე რო კითხე, რომელია თქო და გეტყვა რომ ტესლა არის. ეს არ მიმუშავე. მირაშია. ის რო თამაშობს. არ მკამდა. კრისტიან ბეილი რო თამაშობს ჩემადან. არ მაქნანა. ბაჟა, არ ხო მოგწის და ხუბის ხო, თან ელო აქვს სახეზე, თან ითამაშა პრესტიჟში ნიკოლა ტესლას ხო და როლი აი, ნამდვილად. დებილია რომ მეუნება დავაფიქსიროთ მეთქი. აღას აწვალე ბიჭები ტყუილში. აგე დე რომ მეუბნები ფილმებს რატო უყურებ დებილობებს. აბა მადგა. აი ეს იქნებოდა შემდეგი მინიშნება, რომელზეც ეთქოდით ედისონს გამოგონებების. ისე არ ჯობდა ტომას მიულერი მერქვა სასაცილო მაინც იქნებოდა. პირველი აი ეს ვერსია. ელვის პრესლის ამბობდა. პირველი ვერსიები რა ხდება? პირველი ვერსია ელვის პრესლი მქონდა. სკარი, სკარი. იმაში ელო მაკვინი. სიმბადან, ელო მაკვინიც მქონდა კი. ისტორიული ფიგურა, ხო? ჰარი პოტერი. ამას ჰქონდა ვილიამ ვოლასი. მეოთხე მინიშნება და ბოლო მინიშნება იყო. ბიჭო, ამაზე შეიძლება ის გვიყარა. ამაზე ზუკენბერგი არა და მეორე, რა ქვია? ცცცცც. ელონ მასკი. ვის ილონ ელონ მასკი შეიძლება.
არა, ნუ არა ტესლა. ამ ყველაფერის მერე უკვე ლოგიკა. ჩვენ მე პირველი ეს ფილმი ნანახი არ მაქვს და არ ვიცოდი წარმოადგენა არ მქონდა და მაინც შეიძლება და მეთქვა. ძალიან მაგარი ფილმია ცოტა შორის და. კი, ნამდვილად. მეოთხე მინიშნება კაი, არა სამია. ვისი არა, ედისონი? ოთხია. თომას ედისონი. ხმა დამოვიწყდა. ნახოთ ნიკოლა ტესლას შესახებ ვიდეო რგოლი. აბა სერბული წარმოშობის ფიზიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლა 1856 წელს მღვდლის ოჯახში იბადება. 1882 წლამდე ბუდაპეშტის ტელეგრაფის კომპანიაში, ხოლო 1882-85 წლებში კი თომას ალვა ედისონის კომპანიაში მუშაობს. 1887 წელს ნიუ-იორკში ელექტროტექნიკის საკუთარ ლაბორატორიას აარსებს და ორფაზიანი ცვლადი დენის პირველ გენერატორს ქმნის. 1896-1905 წლებში იკვლევს ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის შესაძლებლობას. ეს შრომები გავლენას ახდენს რადიოტექნიკის განვითარებაზე. 1899 წელს აწყობს ლაბორატორიას, რათა ჭექაქუხილის განმუხტვა და ატმოსფერული ელექტრობა შეისწავლოს. ექსპერიმენტების მსვლელობისას დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველში მდგარი ტალღების არსებობას აღმოაჩენს. ჯილდოვდება ენიოტ კრესონის, თომას ედისონის და ჯონ სკოტის მედლებით. მოგვიანებით მაგნიტური ინდუქციის საზომ ერთეულს ტესლას უწოდებენ. გავიგზავნოთ ვაზიების მეოთხე ფინალი, რომელშიც მეორე დოსი უნდა გამოვიძიოთ ახლა და ეს კარგი გამომას. აშკარად. შანშე გუნდი შანშე. შანშეს ფან-კლუბი ვართ. აბა მეორე. აბა გავიკეთოთ. ამაღლა არ წამოიყვირო ეს სული იქნება ეს მკვდარი. არა, ადამიანია ისევ. ადამიანია ოღონდ ჯერ და გუნდიშა დააფიქსირებენ თავის ვერსიას. შეხედე ხოლმე რომ სურათი რომ ქვედას დაინახე. ეს ხო ვიცი. ფაქტი არ არის, ის არ არის. მოვლენა არ არის, ხო? მოვლენა ვიცი რაც არის. ადამიანი. აი ხლა ხანს მოვხდარი, ხო? აბა, ყურსასმენები? ვინა? გაიკეთე ჯერ. აბა, მეგობრებო. არ ვიცი, სირია და ზარმოგინა არ. დროშებში შენც ვერ ვერგული, ხო? ბიჭო, არა, ძლიერი არ ვარ. აი ამაზე გეტყვი ეს არაბული წარწერა. მადლობა გიო. ეს ინგლისურად რო წერია რაღაც. ჩავრალი. ავიახაზები ჯ ირანი, არ ვიცი. დროშებში ვერ ვერგული. სირცხვილი ჯაფარი მიყურებ ახლა და მაგინებ ალბათ. რთულია რა ვიცი, ჯერჯერობით არაფერი არ მომდის თავში იდეა. შეიძლება რომ ხვდებოდე ახლა. ვინმე არ ჩამოვარდა? კაი ტიპი ბოლო დროს. ბოლო დროს ვიჩამოვარ და კაი ტიპი. ვა. გამე ვერსიები თუ რა დაკავშირებული აქვს რა. ის მარა შუაში არა. ვინ? თქვენ დაუკავშირებთ ცოტნე პრობლემა არ არის. შენ თუ რაღაცაზე ყვავი ხო? მუსიკა დავთავრდა არის ლაპარაკი. აი ეს ვერსიების გარეშე არ ყოფილი. ისეც არაფერს არ ვლაპარაკობ და იქით. შემოიხსენი თუ გინდა. რაღაც თუ არაფერი მოგდით თავში, თუ გინდა გადავიდეთ. იმათ ხო უნდა იგონოთ რომ ჩვენ ბევრი ვიფიქრებთ და ისინი გქონდა. შეიძლება ცოტა. მოდი ისეთი სახე მივიღოთ რომ ხო ეგ არის. ბაზარი არის შენს ბომბას პიცავარ, უეჭველი ეგ არის ხო? მაგრამ ვინ არის? აი, ნუ იმათ იყვნენ ისე. всё. ვერავის ვერ ფიქრობ ხა მე წარმოგიდგენია. ფიქრობ ვერავის. წარმოგიდგენია. რაღაც სასაცილო პასუხი რო ქონდეს ძალიან მარტივი, όμως ძალიან მეწყინება. პირველივეზე მიხვედრა რომ შეიძლება ის გაფრინდა, სად გაფრინდა, რატო გაფრინდა, ვინმე პილოტი ცნობილი. ვაფშე არაფერი, აი ცარიელია თავში. გადავიდეთ და უთმოთ იმათ. გადავიდეთ მაშინ. დავით, რა საფიქსერით რა არ დაფიქსერეთ? უეჭველი პასუხი გვაქვს და ძალიან მაგარი. კარგი რა. აბა, დრო ნახევარზეა. ვიცი. ეს ჯორდანის ირანიო რატო თქვი? ეგრეთ ბოშვერდან ეგრეთ მეგონია. არ ვიცი. ხო ჯორდანი ავიახაზე იქნება. არ ვიცი, თვითფრინავს ერთ-ერთი რაც მახსენდება არის აი კაკრასექსით რა. ლეხ კაჩინსკი მახსენდება მარტო. თვითფრინავის იმაზე. არა, ასე მახსენდება ადამიანი, რომელმაც დასვა იმაზე რომ დასვა ფილმიც რო არის დინარეზე რო სვავს მგონი. წყალშეს რო გადაარჩათ მე რო უჩივლებენ და სული მე მგონი თუ რაღაცა. ხო, პილოტი იყო. ცნობილი, მაგრამ მაგისის არ ამგონია ხა.
მე მინდა რომ პირველი ვეზო. მნიშვნელოვანი ადამიანი უნდა იყოს სოფლიოს ისტორიაში. სოფლიოს ისტორიაში. ვაი, მოდი ვთქვათ რა. სპორტულად ვთქვათ. მოდი ეს მაიკლ ჯორდანი ვთქვათ რა. ვაფიქსირებ მაიკლ ჯორდანი, არ მაინტერესებს ეს თუ ჯორდანები ავერხაზებია. არ მაინტერესებს. დავა იმეც მომწონს ეს ანუ ვერსია. ლოგიკა რა არის მაგ ვერსიის? არ ვიცი, კაი. ეს თუ არის ჯორდანის ავიახაზები. ბიჭო. და მაგიტო არის მოტანილი. იორდან, რა ვიცი. დროშას ცნობ. მე მომწონს ჩემი პასუხი და მაგიტო. იმდენად მომწონს რა შეადგინა ჯორდანი ქვეყანაზე წახვიდოდი. და მოდი ჯორდანი რა დროშას ჩასვამდი და რატო ვთქვი იმას ვაძლევთ იმათ მე. ან მოусმენენ ბოლომდე და აიღებენ. მაგრამ შემდეგ რო ბოტასი გამოიღოს ეხლა ხო ნერვი მომეშლება. კი, მომეშლება, მაგრამ ჯეირანი გინდა? ჯეირანი ხო არა, ვაგიმე ბატონი ჯეირანი. აუ ეს არ ვიცი, პროსტა დრისი დროშა არის მართლა და რახან არ ვიცი, ხო შეიძლება ჯორდანის დროშაც არ ვიცი. არ ვიცი. გაერთიანებული მომენტზე კიდე ნახევარ დრო გაქვთ? ნახევარ დრო თუ გაქვს, ასე იმას ვიზო. ჯორდანია? აუ ეს ცოტრე რა გამოჩერჩეტებულია რა. აუ ამ ხო არის, ჯეი ამ. კიდე ჯზე რა ქვეყანა არის. ხო და ჯს რატო გადაეკიდე? ამას ვერ კითხულობ? არ მახსოვს ეგ სკრიპტი. იცოდი არაბული? მე არაბულს სწავლობდი. ღურფათო თადირასი არის დაფა და ცარცის შორის რაღაც კავშირი. მარტო მეტი არაფერი. 126-ში ასწავლიდან. ო ბიჭო, არა ძალიან რთულია ეხლა მაგიდან. ჯორდან, ეგ ლამაზი ვერსია ის. მოდი ლამაზი ვერსია რა, მაიკლ ჯორდანს ვაფიქსირებ. არა. აი, ვაძლევ ჩანს. არა, ერთ ჩანს მივცემთ რა. ლეხ კაჩინსკი და მაიკლ ჯორდანთან ერთად წავირჩევდი, მაგრამ რატო ეგისა? ეგ დროში. არა, ნუ ბოლოს გეტყვით რატო. ჰოლანდა ავიახაზები არ იქნებოდა და ლეხ კაჩინსკი რო ყოფილა გულწრფელად. ხო და არ ვიცი, ბოლოს გეტყვით. ის იქნებოდა. ლოგიკას ბოლოს აკეთე. ლოთი იქნებოდა. ბოლოს ასახსნელი აქ დაჟე ვერ მივხვდი, ანუ მაგის თქმა გინდა. არა, შეიძლება მივხვდი, მე არ ვიმჩნევ. გუნდეშაც არა ფიქსირებთ არაფერს. გულწრფელად ამა თვალებს ჩავხი და მივხვდი თუ ვერ მივხვდი. კაი, ფოტოსი არ გამოიღო გთხოვ. всё, არა ფიქსირე. ეხა არა. ეხა არის წიბლო. ვიწივლოთ, ეგრევე აი ესე ჩავტიხავ, აი რა ნაწილსაც მოხდება, თავი ჩატყდება. შემდეგი მინიშნება მეგობრებო. კაი, აქედან მომოიღოს. რატო არ დააფიქსრეთ მას? გადაობთ და მაგიტო. რა გასართობად ვართ ჩვენ მოსულები. ჯექსონია. რატო არ დამახვედრე? ძიდოთ, რომ დამჯდარიყავი ხავაზე. მოდი. საჰესი, საოდი. ხდი რა მე ეს? ვერაფერს ვერ მივხვდი. ვერც მე. სამწუხარო ამბავი გვაქვს, ჩვენ არც ვერსიები არ გვაქვს. არც ეს ვიჟე მაგრამ ეგაც არ არის ფაქტი, შეიძლება თქვენსავით. იმათ რო გონიათ რომ სწორად იციან? შეიძლება იციან კაცო, მაგრამ ხელი მომმართო ბიჭებს. მე მაგათ მოგიბაზე მიდევს. პეპი გზელი წინდა. რამე სიმღერა ხო რა ვიცი, ამისი მე კარგად არ ვიცი. ვაფშე აი რაღაც სად დაფრინავდა სადმე? ეხა მაგიტო რომ გამოიწვიოს პირში მო აი არ ვიცი თმანჩი. ანუ შოვა. არის. არ მომდის არაფერი თავში. მე ვაფიქსირებ ყველა არ არ და გაიკეთოს. ჯერ გაიკეთონ მაინც. არ მაინტერესებს. რო არ იყოს. არ იყოს. მოვიგეთ. ეს არის მაიკლ ჯორდანი. ხო ვამბობდი, რატო? მოიხსენეთ. ეს არის მაიკლ ჯორდანი ნამდვილად ეს ორი პასუხია. პირველი ვეზე მქონდა და აუჭო. ნახე, აი ესე რო ჯორდანი, იორდანის ავიახაზები, ეარ ჯორდანი, ჯორდანის მეცახელი. მაიკლი ერქვა მაგის. აი ხო სწორად. იორდანის ავიახაზები და
აქ ორმაგი მინიშნება ერთი რომ ჯორდანებია ცვია და MJ-ია თან. დაჟე ჯორდანებია ცვია MJ-ს? MJ-საცვია ჯორდანები. მე მეგონა თავისი ყოფილებია. რა მარტივად გამოიწვია. ის ვერ დავაკავშირე ვაფშე. აგიტარი. ფრინავი მაბნევდა ძალიან. 3-3 მეგობრებო, 3-3. მილანი, ლივერპული. ანგარიში ხო და აი ვინ მილანია, ვინ ლივერპული, ოღონდ მე ვიცი. ბუჯეტი გაიცანით. საქმე. გაუმარჯოს. ნუ მესამე ფოტოთი უკვე ძალიან ისე მიხვდებოდით ჩემი აზრით. მაიკლ ჯორდანი ხო თვითონ? არა, ლუნა Space Jam-ი. ნანახი მაქვს. ეს ნანახი მაქვს. ეგ და ბოლო მინიშნება იყო უკვე ესეთი, აი ამაზეც რო ვერ მიხვდებოდით, მე იყო ესეთი. 9-12-23 ეს ჩემს ყველა ის ნომერი რომელიც ცმია ბატონ მე 23 ვიცოდი. მარტო ეგეც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯეიზონ მაფიტ მაგაში არის. ზოგი სულ თითოჯერ შეიძლება, მაგრამ ცმია. ნახოთ ვიდეო რგოლი მაიკლ ჯორდანზე. 1984 წლის NBA-ის დრაფტზე ჩიკაგო ბულსი პირველი რაუნდის მესამე პიკად ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს ირჩევს. მოთამაშე მალევე ახერხებს თავის გამოჩენას და NBA-ში გატარებული 15 სეზონის განმავლობაში ჩიკაგოელებთან ერთად 6-ჯერ ხდება ჩემპიონი და ფინალების MVP. აგრეთვე 5 გზის რეგულარული სეზონის MVP. 1993 წელს მაიკლი 2 წლით ტოვებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას და კარიერას ბეისბოლის მთავარ ლიგაში აგრძელებს. 2003 წელს ჯორდანი საკალათბურთო კარიერას ვაშინგტონ უიზარდში ამთავრებს. მის პატივსაცემად ჩიკაგო ბულსი და მაიამი ჰიტი 23 ნომრიან მაისურს ხმარებიდან იღებენ. ვაგრძელებთ მაძიებლის მეოთხედ ფინალს, რომელშიც ცოტნე და გუნდეშა ბასტოს და ქოროს უპირისპირდებიან. დაპირისპირება ისეთი ნათქვამია, მაგრამ ხო, უცხვირის ცხვირდებიან და ესეთი წვერიანი შუტკებით შეგვიძლია. მრავალი. მაგრამ ჩვენ მოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთი დოსიე გამევიძიოთ. აქ არის ხო? დოსიე გურული სიტყვა, ხო? კი. დოსიე. ფრანგულ გურული. ხო, მისტერ დოსიე. დოსიე? დოსიე. ოპა. ეგ ჩადრაკია დოსიე, არ არის რა. გოგოებ. თოტნე ხა. არა. აბა მეგობრებო. ეგეთი ტრივიალური იქნება, როგორც ვფიქრობ. ამ კაზე ვინ მეგვახსენდება? გაჩნია რაზე ფიქრობ? მე ვფიქრობ ერთ ადამიანზე. რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო როგორც. სოფლიოში მნიშვნელოვან პიროვნებაზე. ყველა არის ეს. თამაშია მესამე რაუნდი უნდა არა, მოიგო. შეხედე ერთს დატოვებს მართლა, ნახე? გლაზიერს დატოვებს. აი, გელაბარკალაია გამოირის. აი, რატო ამო როგორი კარგად იყო ჩახო. სარიელი შახმატის დაფა. დამკარგო, ხო გითხარი? ერთი წამი, ეგ რატო უთხრა? აბა, ეხლა უნდა ვითამაშოთ. არ უნდა ითამაშოთ. არა, ცნობილი სვლა ექნება უბრალოდ დავალაგოთ. აუ, მე ჭადრაკზე არ დავდიოდი ბავშვობიდან, გვიჭირდა ოჯახს და ვერ მატარეს. კისაჯის სისახტერაშია და კვად, რომელი მეძებ კვად. წელანი ხო გუნდიშა გენიალური, რო ყურსას მე რო ვიკეთია და ვაჟა მაგონებს მაინც. ასაკეთი. მე აუწევ ხოლმე. რატომ? ჩავაგინებ პუში. მაგიტო რომ გამოიწვდა პირში მოკ. ძალიან მინდა რომ ესე ვუქნა. და რო წარმოგვედგინა რომ კლასიკური განვაგე, თუ არ არის კლასიკური. შავის მეფე თეთრზე დგას, თეთრის ეგრეა. აუ, ეს ერთი ფიგურა რო ვაკუნდეს. მე არ მიყვარს. თამაში იცით? კი, გინდა გეთამაშო. მე არ ვიცი თამაში. მოდი გასწავლი. დამკა გინდა? მოდი. ზეთკი მატი. ვიცი მე? ვიცნობ, აი ეს არის თქო. ეხლა რომ თამაშობდეს და პროსტა რო ალაგებს, ვითომ? ეხლა ეს უყურე ორივე მეფე დგას თეთრზე. მოიცა, ამას იწყებენ ჩვენ იწყებთ. ხურსესმენები გაიგეთ. ეხა ვიცნობ. იმიტომ რომ ცენტრები არიან. საქართველოს ისტორიიდან ადამიანი. საქართველოს ისტორია. საქართველოსთან ამჯერად. მაიაჩი ბრუდაინი. აბა, ხო იგი, ხო გამახსენე რა. ნონა გაფრთხილის. ეგ აი, ნონა გაფრთხილის. ეგრე მარტივად. თამაშობ ჭადრაკს. პირველივე იმაზე ხო არ იქნება ის. ჩვენ ჭადრაკს თამაშობთ ხო არა? ეხლა არა. თამაშობ, მაგრამ პირველივე იმაზე რატოთ იცით? რატო დაავალ? წესები ვიცი რომ შემიძლია მაგალითად ან ერთით გავდიან, ორით გავდიან. აქ რო ამან და ამან რო ადგილები გაცვალოს, ეგეც ვიცი შეგვიძლია. რატო დაავალ? ხენი რო ესე მოძრობს, ეგეც ვიცი. რატო დაალაგებდა ეხა მარტო ჭადრაკი რო იყოს მინიშნება, ანუ დაალაგა. რაღაცა შეცდომა ხო არ არის შემთხვევით. უყურე ეს ეხლა რაც მაკვირებს მე არის რომ
თეთრზე უნდა იყოს მეფე? თარა. ანუ ესე ხო არ უნდა იყოს შემთხვევით და ეგ რაღაც ხო არ მოხდა. აუ რატო არ ვითამაშე ჭადრაკი? ორი ხელთმეტი რომ მქონდეს დათამაშები. შავების და თეთრების დაპირისპირება არ ბიჭო, სხვა საქართველოს ისტორიიდან. საქართველოს. ადამიანი. შეიძლება თანამედროვე იყოს, მოჭადრაკე რატო იქნება ეხა ეგრევე? მე პირველი მინიშნებაზე რატო იქნება? ნონა გაფტაშვილი არის ლოგიკური პასუხი ჩემთვის. ნონა არა, გაფტაშვილის პირველ მინიშნებაზე არ იქნება ეგ რა. ხო და ნონა გაფტაშვილი არა, სწორად ვიძახი სახელთან გვასწავლე. მაია ჩიბურდანიძე სწორად იძახი. არ იქნება რა. რატო მე მაია ჩიბურდანიძე მომწონს. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, რატო დაავალდა მაინც და მაინც ეგენი ხო იყვნენ ჩემპიონს ჩემპიონს ხო სულ ანუ 20 წლის განმავლობაში ხონი ნონას ეპოქა იყო მე მაიას და კასპაროვი ხო არ არის ვითომ ქართული ისტორიიდან. ეგ სამცხე ჯავახია როგორც ვიცი. გარი კასპაროვი. არა, აუ არ ვიცი. აი მე მომწონს მაინც ვაფიქსირებ ესე, ირიბად ვაფიქსირებ, არა. მაგრამ არა არ ვაფიქსირებ. არა, მე არ ვაფიქსირებ. არა, გამოვთქვა. მოდი, მეც პროსტა სუბერსიები მქონდა ხოლმე და მეც რაში ვიტყვი, ვინმე ქართველი, ვისაც სახი დამწვარი ქონდა. ლადო გუდიაშვილი. ზატო. აი, თეთრი შავი. ნიკა ფილფანი, ჩემიც მაგაცი აქ ხალი. აი, დიდი ხალია. და იქნება შავი, ხო? აფიქსირე? ნიკა ფილფანი, ჩემთვის მეწოდინე. ბიჭება დააფიქსირეს. ნიკა ფილფანი არ არის. ნიკა ფილფანი დავაფიქსირე და არ არისო. აბა თქვენი მსჯელობის დრო მოსულა. ჭადრაკი გამი გახსენდება რამიში კიდე ქართული ჭადრაკთან დაკავშირებულია. თამაშობთ ისე ჭადრაკს? თამაში ვიცი, მაგრამ ხო, ეხა ველება თამაში ვიცი, მაგრამ მეც მაგრამ კიდე შვა. საწერი მაგის დრო. ჭადრაკის დროს პროჟექტი და ჭადრაკი ითამაშა. ეგ წადი ის ქართველი ჭადრაკი ვიცი ზოგადად ორი. ნონა გაფრინდაშვილი და მეორე არ მახსოვს მეორე ქალის გვარი. სვანი იყო თუ ორსა. ვერ ვიხსენებ ცოცხალი თავით. ნონა გაფრინდაშვილი ხო იყო სადაც პასუხია? არა. არ ყოფილა? საქმე გქონდა ნონა Netflix-ის წინააღმდეგ. ეგ ხო. ადამიანი ნონა გაფრინდაშვილი ხო. მაგრამ ჭადრაკს ხო არ მოიტანდი თან ნონა გაფრინდაშვილს რა ვიცი. ეგრევე მაგითი დაწყება ხო და არ შეიძლება გვაბნევენი. კაი, ხო, რავი, მეორე მინიშნებას დავიღოთ ჯობია. რა. არაფერიო და ყველაფერი გამოვიცანით ძალიან კარგათაც. გარი კასპაროვი დავაფიქსირეთ უკვე ჩვენ. ეგ ცნობილი ქართველი კი. მეორე მინიშნება, რომელსაც ისევ ქოროს და ბასტოს წყვილი ითამაშებს პირველი, არის ხალხური ლექსი. ჰიპოთეტური ეპიტაფია. ზღვაში ჩავყარე სამნები, ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე, ქაჯებსა დავდე იჯარა, ისპანს ხარჯი ავიღე, სტამბულს ხმალი ვკარ დარუბანს, შამს საბალახე ავიღე, უსიერი მთა გავკაფე, დიდი შარაგზა გავიღე, ღადაღუდა ტყე ვიარე, ქვაზე საყდარი ავიგე. ბრავო. უსასმენები. ერთხელაც რო დაიგებდა. გასაგებია. მეფეა რაღაც არუბანდი იყო ნახსენები და ქვაზე საყდარი ავიგი არის, მაგრამ რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ რამე ინფორმაცია. მე ნიკოსეიდან დარუბანდისკენ წავედი და ქვაზე საყდარი ვინაიო. კაი, მოდი ერთი. თავი თამაშები. ხალხური ლექსი რას ნიშნავს? არ ვიცით ვინ დაწერა, ხო? და ხალხურია. ხო. ვავტორო. ხო. შემორჩენილი იყო თუ არა? არ მახსოვს. შევამოწმე. კაი. არა, რაღაც არ მომწონს რა. ერთად რა ინფორმაცია მაქვს ხა? ინდოეთში გამოიგონეს ჭადრაკი. ინდოეთთან რა კავშირი შეიძლება გქონდეს ქართულს. ქვაზე საყდარი ავიგე ნიშნავს, რომ სადღაც აი ხალხური ლექსი ხო იმ ადამიანის გადმოსახედიდან არის რა. ბიჭო, ხო ის ტიპი ვითომ ბაზრობს ხო? მე ვარ იმათ ის ხარკი გადაუხადე, დარუბანდამდე მივედი, ანუ მე რაღაცა ვქენიო, მაგრამ ვიმეფეო. ხო. და ქვაზე საყდარი ავიგე, ანუ სადღაც ან ეკლესია ვაშენე, ან სასახლე, ან რაღაცა მთაზე. ხო და დავით აღმაშენებელი მომწონს მე. მოგწონს, მეც მომწონს, კაი იყო მან. მაინც მოდაინცი ახლა. ანუ მეფე უნდა იყოს ახლა ქართველი და ნუ ესეც არ დაგავიწყდი. ხო და აი ჭადრაკს ვერ უკავშირებ პროსტა. არ მქონია აღმაშენებელი. ის ხო არ არის არ მქონია აღმაშენებელი. ჭადრაკის ფიგურები მოდი. თვითონ ხო არ აქვს გაკეთებული მაგალითად ჭადრაკის ისინი რა ქვია ფიგურები რაღაცა. არა, შეხედე ჭადრაკი შეიძლება იყოს სტრატეგიის ნაწილი, რაღაც სტრატეგიის სინონიმი. სტრატეგია აღმაშენებელი. აბა რა, ბიჭო, საღო.
ჩემი აი მეწყვილე რო ყავს უცბადიც რო ყველაფერს. და ჩვენი კიდევ ერთი სპონსორი. ხო, სტრატეგიულად მაგარი როჯა იყო, კი, უგებდა მეტს. ხო და რავი მე. სხვა რაღაც არის ცოტა. მე მგონია რომ ისინი იტყვიან მაგას ჩვენ თუ არ ვიტყვით. დავით აღმაშენებელს იძახით? ბიჭო. აი, კუ, ეტლი, ლაზიერი, მეფე, პაიკი. მე მაგას ვიტყოდი რა. 64 ის აქ. მომა დავით აღმაშენებელი თქვა? კი რა. როსტა გავრისკო. აი, ბიჭო, თვალები არა. მომიპროწა. არა, ნახე. ჯორდანზე არ მომიპროწა. აუ, ცოტა ცუდი სიტყვა პროწა. მომიკუმშა. ბიჭო, არა, მეფე ხო არის? ერთი წამი. მეფეზე ხო თანხდებით? ა? მეფეზე თანხდებით? მე არ შევთანხმდებოდი. რატო? აბა არ ვინ ვიცი. აკეთებდა მარჯვენა შეიძლება ხელი ის ვინ? უბრალოდ იძახის ესე, მაგრამ სხვა მინიშნება არა, საერთოდ. ნახე ხალხურიო და ხალხური, ანუ ხალხმა დაწერა იმის გადმოსახედიდან, რომ ეს ხენი, ეს ხენი, ეს ხენი. აი უკვე სიცხველია უკვე რა. კაი, თუ რამის სიმღერა ბორჩა ერთი. შეგიძლიათ გადაულოცოთ და მე ისევ თქვენზე იქნება შემდეგ მინიშნების უპირატესობა. გადაულოცოთ ორ ქულას აიღებენ და რა ულოცავ? ამით თუ გამოიცნობენ სამს იღებენ. ამით ვერ გამოიცნობენ. თუ შემდეგით ჯერ თქვენთან მოდის. ხო, აი მოდი რა დავით აღმაშენებელი, ანუ რა ვიცი. არ გინდა? აი რაღაცნაირი პასუხი მგონია აი, თუ არ გინდა, ნუ გინდა, მე მინდა. ძალიან და მე შენზე 5 დღით და რა თქვინო ეს 2-2-ზე რატო გააკეთე? მესამეს დავამატებთ. აბა ვის რა ქვია ნიკა არავიზეც არ ნიკა ფილფანი კი ბატონო. არავის არ ვფიქრობ, ყველა რო იცოდა რა. მეფეზე არ ფიქრობ? მეფეზე ვფიქრობ, კაი, ბევრ რამეზე ვფიქრობ. ხო და მეფეზე კაი, რა ვფიქრობ, სტრატეგია, რა სტრატეგიული ამბავი არის, ჭადრაკი და სტრატეგიულად გენიოსი კაცი იყო ჩვენი, დავით აღმაშენებელი, დავით აღმაშენებელს ვიტყვით, თქო, თუ იქნება, გამიკვირდება და გამიხარდება, მაგრამ თუ არ იქნება, ხო რომ მეთქი რა საკეთებ, ხო გვაძლევდი, რულობ ამასო ეთქვი. დიახ. ანუ აფიქსირე. დიახ. დააფიქსირეს ვერსია. და ნახე იქითაც სურებს ვაი. უსასმენი არ გინდათ, მაინც. დიდხნიანი ყოყმანისა და ჩვენ ხო დავაფიქსირეთ. ჭოჭმანის შემდეგ არ არის სწორი ეგ. რა თქმა უნდა, ხო რომ, ხო გითხარი. ეხა შეგიძლიათ იმსჯელოთ მეგობრებო, ზუსტად ქუჩის საათიც გაემზადა ამისთვის. ძალიან დიდი ალბათობით მეფეა უფრო. და ჩემი აზრით ისინი უსასმენებს არ იკეთებენ. და ვსო გამოეთიშე. შეგიძლიათ მერე მშვიდად მეორე მინიშნებაც და დარჩენილი მინიშნებებიც თქვენგან წამო. ვაშკაცი ვქნებოდი და ეხლა დავაფიქსირებდი ჩვენ საერთოდ. რავი. ორი ქულაზე ხوار ის ნახ. რატო და ხო, ნახავთ შემდეგ. უფრო დავწმუნდით. როგორც ჩაჩილებდნენ ბიჭები. ორი ვერსია მაგრამ. გვაქვს მეორე ვერსია. არ ვიცი დავიღალებ. ანუ ეგრე პროსტა არ მინდა ძახილი ხო რა. ეს იყო რა თემა. შემდეგი ორქულიანი მინიშნება. აუ ბიჭო. აი აუ ჩვენჯერი აღარ არის? ჩერჩეტი არ ვარ? სხვა რაღაცას ინებით ვფიქრობდი. ორქულიანი მინიშნება შეგიძლიათ დაათვალიეროთ. შენი ბრალი. თამარი იყო წინა იმებში პასუხი? თამარი არ ყოფილა. აა დოსიებში არ ყოფილა. მაგრამ იმებში იყო, მოვლენებში ხო? გამეფება იყო. თამარის გამეფება იყო მოვლენებში. ანუ იყო, არ არის ეგ. მართლა. ჩადოთ. და იყოს რა. იყოს თამარ მეფე, არ ვიცი ვერ ხვდები ჭადრაკი. აფიქსირე. ერთქულიანი შეგიძლიათ. არ მინდა ერთქულიანი კაცო. თუ რამე თანაბრად ვიქნებით. თამარი. ხო იყოს. თამარი რატო არ ვთქვი, იცი? რატო? ბოლოში იყო რაღაც ქვაზე რაღაცა ავი. საყდარი, ვარძი. ხო და მე ვიფიქრე რომ საფოლზე წავედი, საფოლი ხო არ არსებობს, ხო და აღარ ვახსენე. ხო და ლექს რა ერქვა გახსოვდა? აღარ მინდა თამარი. დაიმახსოვრე? თქვი ლექსის სახელი? ხალხური ლექსი, ჰიპოთეტური ეპიტაფია, ანუ არა აქვს ეპიტაფია სინამდვილეში, ესე იგი. და აქ არ ვიცი, ცოტნე უცებ გადაშალდა, წაიკითხე. ხო, კი, წავიკითხე, მაგრამ აქ მიძღვნა მივაწერეთ, მას ვინც უიმედოდ მიყვარს. ჭადრაკი რა ეს იყო? ოპა, ჭადრაკსაც იმასაც გაჩვენებ. დედოფალი რო უფრო ძლიერია? ბოლო მინიშნება. ჭადრაკის დაფაზე? ჭადრაკის დაფას თუ დააკვირდებოდით, თეთრი დედოფალი მეფის ადგილას დგას. ამბობდი ხავ. ამბობდი, მე რატო არ წაყევი, რატო? მეფის დედოფლები ყოველთვის თავის ფერზე დგანან წესით ჭადრაკში. ამ შემთხვევაში მე ძალიან იმას ვფიქრობდი ლექსის ბოლო რა იმით მთავრდებოდა. კარგად წახვედი, მაგრამ არ გაყიდე. რო გადადგი მე მეგონა რომ всё მიყვებოდი. ხო და არ ვიცოდი, მეთქი ეგრე არ არის ხო და გაკვირდები და შენ არაფერს არ იმის. მე არ მოგცა მინიშნება.
ბოლო მინიშნება იყო ვიდეო, არ ვიცით, იცით თუ არა, რომ Civilization მე-6-ე იმაში თამარ მეფის პერსონაჟია, მაქედან იყო ვიდეო ამოღებული. მადლობა, კიდევ მითხარით, როგორ გამოიცანით, აბა რამოდენად. მოდი ვნახოთ თამარ მეფეზე ვიდეო როგორია. 1169 წელს გიორგი მესამე საკუთარ ქალიშვილს თამარს ტახტის თანამესაყდრედ აცხადებს. მამის გარდაცვალების შემდეგ თამარი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხდება. მეფობის საწყის წლებში დიდგვაროვანთა რამდენიმე აჯანყებას ახშობს და პოზიციას იმყარებს. შიდა გამოწვევების გარდა 1195 წელს თამარის ჯარი შამქორის ბრძოლაში ამარცხებს აბუბაქრს. 1203 წელს კი ბასიანში რუქნადინის არმიას. რეგიონულ გაძლიერებასა და ტერიტორიულ ექსპანსიასთან ერთად თამარი ეკონომიკურ, აგრარულ და კულტურულ რეფორმებს ატარებს. მისი მმართველობისას იგება ვარძია, იწერება ვეფხისტყაოსანი, იქნება ტრაპიზონის იმპერია. თამარის მეფობის პერიოდს ისტორიკოსები საქართველოს ოქროს ხანად მოიხსენიებენ. ანგარიშია 5-3, წინ არიან აგერ შესანიშნავი ოქტოპუსის ბიჭები, მაგრამ ორი ქულა მხოლოდ და მხოლოდ სხვაობა და ბრძოლა გრძელდება. ეხლა საქმეებზე გადავდივართ და სხვა შორს საქმეებზე თქვენ გექნებათ ორჯერ უპირატესობა ფიქრისა. ოი თქვენი. ამიტომ დავიწყოთ პირველი მინიშნებით. თამარ უნდა ვითამაშო არაფერი ახლა. ისტორიული მოვლენა სოფლიო ისტორიიდან. ახლა სტადიონზე გადავინაცვლებთ და გავაგრძელოთ თამაში. ეხლა მოიგებენ ესე საფეხბურთო მოედანზე. ესენი ჩვენ გარშ თამაშობენ. და პირველი მინიშნება. გუნდის საფეხბურთო გუნდის რაღაცა არის და მე ხო იცი მაგაში როგორ ძლიერი ვარ. მოდი შეიძლება. კი. არ შეიძლება თქვენთვის. ფოტოკოლაჟი. ნუ ყველაფერს ცნო. მოვლენა. კაი. მოვლენა, ხო? მადლობა. ყოველგვარი გაგებით. სანდრო დრო. так. გაიგეთეთ? წევიდა დრო. ის არ არის ჩარლის ანგელოზი. ანგელოზებში თამაშობს ის არის. ეს ვილიარეალი. ჟორჟი სადაც თამაშობს ახლა. ეს არის გალანდი სადაც თამაშობს ახლა კაცო. მე გითხები. ვერ გეტყვი. ეს რა შუაშია? ეგ არის მარწყვი. მივხვდი. რას მივხვდი? ვერაფერს. მარწყვივა, მაგრამ იმას ვერ მივხვდი რა არის მოვლენა. ამ საფეხბურთო მოვლენა უნდა იყოს რამე? ეს უკან გააქვს ამას ვარსკვლავებში რა დუარი. ის რა შუაშია? ჩარლის ანგელოზებში რა თამაშობს რამე? სახელი ხო არ გახსოვს? არა. რაღაცა ის იქნება. ანგელოზი? შუმი. თუ არ იყო რასისტული გამონათქვამი. ისე ჩანჩუნჯი. საშინელი ადამიანი. არ ვიცი რა. არაფერი საერთოდ. სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ რებოზე ვერაფერს. აი, მოსასმენები გაიგეთეთ მაშინ და ვფიქრობ სხვა მაგაზე ვფიქრობ. ეს ფოტოკოლაჟი გადადის ქორწინებას. ყველაფერი ჩამბოლწე. აი, ეს ჩარლის ანგელოზებში რა ერთ-ერთი ეს ხალია, ნორვეგია. ბიჭო, აი, რატო არჩეს ესეთი ვერცხლისფერი ფოტო? შენი აზრით? არ ვიცი. მოდი დავაკავშიროთ. აი, ეს არის აქ შეიძლება. აი, უყურე, მოდი ვქნათ. ეს შეიძლება იყოს მიქაუტაძის ამბავი, ჟორჟი. შეიძლება იყოს წყალქვეშა ნავი. შეიძლება იყოს ვილიარეალიც. ხო, პირდაპირ. ხო და ნორვეგია რა შუაშია. მოვლენაათან. მარწყვი რა შუაშია. რაღაც რო ჩაიძირა წყალქვეშა ნავი თუ რაღაცა რო იყო. ბიჭო, უყურე, 4 რაღაცა არის. წყალქვეშა ნავის ჩაძირვა რა შუაშია, რო რამე აბა გამოიყვანე როგორმე. ეს არის წყალქვეშა ნავი, საბოლოოდ ჩაიძირა. ხო გახსოვს? ნორვეგიაზე იფიქრე გეხვეწები რა. ნორვეგია დღეს არის ნაწილი. ერთი ეგვიც ნორვეგია. და თორი, ნორვეგიელი არა და თორი? სკანდინავი. სკანდინავი. ნორვეგიელი. ეს მარწყვებია. აი, მარწყვები რა შუაშია. მარწყვები ის არა, მარწყვები რა. ანუ სათბური ხო რაღაცა. ო. საბოლოოდ მინდა რომ იქამდე სტრატე- ანუ ესეთი- შანავი, მაგრამ ეს რა შუაშია. რამე ვერცხლი, იუდა. ჩარლის ანგელოზები. იუდა ვერცხლად და მარწყვევად ხო რაღაცა. რო ვიცოდეთ. ნორვეგია. ნორვეგია, გია. ჩამე ვერსიას გავყვეთ. ის რო იყოს მაგალითად. CVF, CVF, CVF. მარწყვს და ამას ვითი უკავშირებ, აბა. არ ვერ დაუკავშირებ, თან მაგარი დასაკავშირებელია წყალქვეშა ნავი ვილიარეალი და მარწყვი. მარწყვი. ნორვეგია. ბიჭო, ეს სიმღერებზე არის Beatles ხო, აქ Yellow Submarine მაგალითად სიმღერა და
შეიძლება 4 სიმღერას silver ერქვას რაღაც. Yellow Submarine. Strawberry. რა. აუ ვერა ვაკავშირე ვერაფერს. მოვლენა Beatles-ის შექმნა ჯგუფის ბენდის. თეორიულად შეიძლება. არა, იყო? არ ყოფილა. არ ყოფილა. ეხა ხო არ არის. რა არის? დააფიქსირე და ნახავ. აუ აფიქსირებ და ნერვები მეშლება, არაფერს აღარ დავაფიქსირებ. ეს არის ნორვეგია, კაროჩე. რა? ისა. ნორვეგიული ტყე? დინარეს, იქ რო არის, ნორვეგიაში. ზამბა. თუ ტბა არის. ზამბა ქვია მდინარეს, რომელზე მეკითხები? ტბაზე? ისა. ფიორდი დინარია, ხო? ხო. არ ვიცი, ვერ ვაკავშირებ ხო, ყველაფერი. აუ მე აქ ამ ქალზე მეტად გონია ვერცხლისფერი არის, ვერცხლი არის, ხო? იუდა 30 ვერცხლი, ლედი გაგა, ნორვეგია, მარწყვი, ედემი, ჩინური ვერცხლი. ეს ამ ქალის სახელი მითხარი. ვერა? ეს არის ჩინელი. ჩარლი. I can't. ჩარლი კირკის მკვლელობა. ბიჭო, აი Strawberries-ზე გრამი Beatles აქ დაწერილი. ძალიან წავედი Beatles-ზე, რა ვქნა, просто ნორვეგია ვერ ვიხსენებ. ნორვეგიის დედაქალაქი რა არის, უცებ. ეგ მაინც მითხარ. ოსლო. ვადასტურებ რა ოსლო. აი, კონდეთ. აი, ჯერ არ გაიკეთო და დამშვიდდი. ეს წავშალოთ. მოიხსენით და მეორე მინიშნება ვნახოთ ერთად ყველამ. ოპა. მონიტორზე. მაგრამ მიყვარს ეს მულტი. გაიკეთეთ ყურსასმენები. გაიკეთეთ ყურსასმენები. ბიჭო, ეს ხო არ არის მოვლენა შეიძლება რომ ესეთი იყოს, მაგრამ ბიჭუინები იყვნენ არ მახსოვს ჩვენთან სხვა ისინი რა საქართველოს გასვლა ამას აქვს რამეზედმეტ სახელი? ამას აქვს რამეზედმეტ სახელი? სოფლიო ისტორიიდან არის მოვლენა და ბიჭო, ამას აქვს რამეზედმეტ სახელი? არ ვიცი მართალი რომ გითხრათ, თორე ექნება უეჭველი. იმიტომ რომ Beatles-ს ბანან ისინი შეალებენ თბებით და იმის რატო ვფიქრობ აქეთ არ არის? 4 მომღერალი ის ვინა პოლ მაკარტნი რომელი აი ხა სიბერეში იქეცა მელოდი რომელიც რამე მაგაზე ხო არა პოლ მაკარტნი სიბერე ცნობილი მოვლენა Beatles-ების რამე ხო არ არის რა არის ხა ვერ გავ ჩვენ თამაშობთ აქ თუ ვა დრო ეხა ჩაერთო როგორი სამწუხარო როგორ მეწყინა ბიჭო ანუ არ ვიცი რაღაც ბენდი სიმღერა ვიქლები რაღაცა რამე ის ხوارი ნახე შენი მსრაფ არ ვიცი რაღაც ჩავეციკლე ეხა მაგას ბანან პროსტა რაღაცა ეგეთი ჩუვაკები არის აუგლია ხო აზე არ ვარ რავი ისინი გვანან თორე სვავები აი კითხვა ის დაწერა ეხლა რომ სვავები მაუგლიში ბიტლებს გვანან ანუ ეგ არა ხო და აქ მინდა რამე დახმარება აი აქ ხო არ არის რამე ასოციაცია გამიჩნდა კაი რაღაცა ემად რაღაცა ისა აქვს არა ხო რავი მესამეზე წავალთ თუ გამოგვივა კაი თქვენჯერია შემიძლია ჩავთო აუ ისევ იმ ვერსიაზე გადავდივარ რა რომელზე აი Yellow Submarine და ჩაგვერთე ეს არ გავს რაღაც შეიძლება მაგ ეგენიც მღერიან იცი მაგრამ არ გავს Beatles-ის სიმღერა ნამბერს მაგრამ აი ბიჭო სხვა არაფერი არ მომწონს ეხლა მესამე ვერსია იქნება 4 ტიპი ზებრა რო იყოს გავგიჟდები ქუჩაზე რო გადადეს მაიკლ ჯექსონი ჯორდანებით და ეხლა მესამე ვერსია პასუხი არ გაქვს და გავლის არსება შეიძლება იყოს თეორიულად კი ესეც მახსოვს რა ეს Strawberry Field თუ რაღაც ეგეთიც არის რა აჩა Yellow Submarine Strawberry რაღაცა ამას რაღაც ქვია უეჭველი Silver Sky in the Sky nobody რაღაც სიმღერის ეს ქვია აი მე მომწონს ეს ვერსია რა Dreamer ეხლა არის რა ეხლა არის სამფულიანი თან აზე მეშლება და გიცი ხო ვაფიქსირებ თამაშს და არსად რო არანაირი ემოცია რა აი მაიკლ ჯორდანი ვთქვი პირველივე იმას და არავის ვაფშე გამოგამებულია პოკერის მოთამაშეები ვართ ყველა ეხლა ვინც არის ეს უკან კამერას უკან არის 20 კაცი და არავის რეაქცია არ ქონია
და მაგაზე მეშლება ნერვი. სულ ვერსია მაქვს და თურმე სულ ეძებ ხო მართალი. თვალებში შველას. შენ ცალკე დიალოგი გვაქვს მე და ბასტოს. იმედს როგორ კლავთ თვალებში მაინტერესებს. კაი, მე ჩვენ ვაფიქსირებთ ბიტლზის ჩამოყა ბენდის შექმნა მოვლენა, აი არ იქნება ნუ იქნება. აი, იმათი არ უნდა. გაიცენ. ეხა თუ ეს არ არის მაშინ აფიქსირეს მე დაჟე ერთად წავედი, იცი Watford და Watford-დან ის და იმის მერე Watford-ი ის და მე მინდა გითხრათ თითქმის ყველაფერზე სწორად წახვით. ეს არის Beatles-ის ჩამოყალიბება, ეს არის სწორი პასუხი. კონდათ ვერსია მეგობრებო თქვენც. უეჭველი აიღებდნენ შემდეგს. ამ მსახიობს ქვია Lucy Liu. ეს არის Lucy in the Sky with Diamonds. Okay, Lucy in the Sky. Strawberry Fields-დან აი, ნორვეგია? საყვარელი სიმღერა. Norwegian Wood აქვს ასე. ნორვეგიული ტყე. Beatles-ის სიმღერა, წიგსაც მაგით არა, ჩვენ წაკითხული გვაქვს. სიმღერა არის. ხო და იმას მაგით აქვია. და თქვენ რო იძახდით წყალქვეშანავია, როგორი წყალქვეშანავი ქვია? Yellow Submarine. Submarine. მაქედან წავედი. არა, Willie Reals მეორენაირად. მესამე რა Beatles-ი მღერო და იმას. Beatles-ი არ მღერს, მაგრამ Beatles-ის ტიპი რო არის. შთაგონებით არის ეგ პერსონაჟები შეტანილი Mowgli-ში, იმიტომ ეს 4 ამ შევდებით. მარცხნილობებით გვანან და რაღაცა. მესამე რა იყო? აუ, ამ რეკვიზიტებზე რამდენი ვიწვალეთ და არ დაგვჭირდა. მესამე იყო ძალიან გამოცნობადი უეჭველი აიღებდით. ზებრა თუ არის? ამაზე გათქვა ამან რო მე პირველი ვეზე ჩვენ წეღარ უნდა მარტო სულბერი გედახეთ. თავარ ვებებზე რო ცუდად გავხსნით. მაგაზე ხო და ვხვდები მე მარტო. მანახე. იმ სამს ვეღარ ეს ვაკავშირებ. ვერ დავაკავშირე მე ეს. მე დანარჩენი სამს ვერ ვაკავშირებ. ეს არის მესამე მინიშნება. ისინი. ტროლეიბუსები. Volkswagen Beetle-ები. ბიტლი ქვია ხო ამას. შეგვიძლია ბიტლი გადავიღოთ. ხოჭო არ არის? ბოლო იქნება ზებრა. რა ბოლო ლამაზად. ბოლო იქნება ლივერპულის თამაში. ბოლო რა იქნება? ზებრა. ზებრა. ოც ყოველი ზებრა უყურე? ვალა! რა თქმა უნდა. დაჟე ეგრე? რა თქმა უნდა. იმენა ზებრა. თანამედროვე ფოტო, ოღონდ Abbey Road-ის იმ ადგილის რა. ჰავა იზველები დავკაჩეთ? დაგაჩეთ და გაასწავლეთ. არის კიდევაც 6-5. მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი Beatles-ის შექმნისა და ჩამოყალიბების შესახებ. 1962 წელს ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი და ჯორჯ ჰარისონი რამდენიმე დრამერთან წარუმატებელი პარტნიორობის შემდეგ ბენდში Ringo Starrs იმატებენ და The Beatles საბოლოო შემადგენლობას ყალიბდება. ჯგუფი პირველ კონცერტებს ჰამბურგში მართავს და მალევე წერს სადებიუტო ალბომს Please Please Me. კრებული პირველია Beatles-ის 11 ალბომიდან, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში ხვდება. მსოფლიოს გარშემო ჯგუფის პოპულარობის ფენომენს ბიტლომანიას არქმევენ. არსებობის 8 წლიან პერიოდში Beatles-ი 200-ზე მეტ სიმღერას იწერს და 2000-მდე კონცერტს მართავს. კრეატიული განსხვავების და შიდა კონფლიქტების გამო ჯგუფის წევრები 1970 წელს უშვებენ უკანასკნელ ალბომს Let It Be. მეგობრებო, ერთი საქმის გამოძიების მერე მეორეც გამოიძიო წინაპრებს უთქვამთ, ამიტომ გადავიდეთ მეორე გამოძიებაზე და პირდაპირ პირველი მინიშნება, რომელიც მოვა თქვენთან. სოფლიო ხო ისე? თუ სოფლიო. სოფლიოდან მოვლენა. შენ ნუ ამბობ ხოლმე ეგრე თქო რა მეჯერ გითხარ. აუ წამყვანო თვითონ არის ის როგორ შეხედოს და ჩვენ როგორ გამოვიცნოთ? პირველი მინიშნება. ვინ არის? მოიცა გაჩვენოთ. ჯერ ჩვენ ნახავთ რა თუ შეთქვენ და აქ შეებათ ეგ. ვინ არის? შეხედეთ? ელისანი ვარ ხო? მე. ირო. აბა? აუ, ძალიან გადაობა გითხრათ? ანუ ეხლა რა ვერსია მაქვს, იცი? რა? კაინმა მოკლა ხო აბელი? კი. კაინმა რო აბელი მოკლა ეგ რო იყო ძალიან cool არ იქნება ეხლა ესა? სოფლიო ისტორია. ისტორია რა. ეს ვინა? ეს არის აბელი. ეს არის კაინი. იმას არ გავს ორუჩიმარუს. ბიჭო, აი ნარუტოს მაგრამ არა ორუჩიმარო მგონია ვიცი ნარუტო ერთი იყოს. მაქედან. აქ თარიღი აწერია რა. თარიღს არ მივაქცევთ ყურადღება. წარწერები ის არის. ერთ და იგივე ტიპია ალბათ, ძმები არიან, ან ტყუპები არიან, ერთ და იგივე ტიპი არის. ძმები ტყუპები, ერთ და იგივე ტყუპების. აი ხა ის ტყუპებად თუ ჩასმილა მე თვითმფრინავი მანახე, ეგრე არ მოსულა, ხო იცი? ისე ვის თვითმფრინავი. ჯორდანი ისავი ეხასე. აუ რავი, მაგრამ მინდა რომ კაინის და აბელეს შეტაკება. რამდენიმე ფორმულირება. ერთი მეოთხედი სოფლიო მოსახლეობის განადგურდა. ბიჭო, ფაქტობრივად ეგრე გამონდეს. მართლა ის ხო არ არის რა. ეგ არის?
ტყუპებზე ეგრევე ხო ის გვახსენდება და ეგ. არა, ჩვენი არის ამაზე თუ ესენი ტყუპებს გამოიწვევენ, გამოიწვევენ 4 ქულა მისცენ. მეორე მინიშნება ჩვენია. ხო, მაგრამ ნახე, ის ხო არ არის, მაგრამ პირველივე მინიშნებაზე ეგრე მარტივად იქნებოდა ტყუპების რა არის შენი ვერსია? თვითფრენავის ტყუპების შანგრევა არის და ის არა ქვია. აბელის და კაინის გაუგებრობა. ნახე, ის არის, რა ქვია, X-ი ახატია შუბლზე. ხო, ეს კაინია, შმაკისებულია. ხო და X-ი ახატია შუბლზე, ანუ ის არის, რა ქვია, თარგეტია და მაგიტო ის ხო არა, მაგრამ პირველივე მინიშნებაზე ეგრე მარტივი არ იქნება. ბიჭო, მგონია რომ ეს ნამდვილი ტიპია და ამას ყავს გაღუძებული ორდიშეული კლონი. კაი, პირველივეზე არ იქნება ის, მარტივია ძალიან. არ გვინდა. არაფერი არ დააფიქსირეს, ბიჭები. ოკეი. თითქოს ტყუპები არის ეს წარწერები არაფერს არ ნიშნავს. არა. შეგიძლია გადაწყვეტო. რაღაც ვოთერმარკები და რაღაცა ანუ მიაქციოთ ყურადღება. ორი ერთნაირი ჩუვაკი. შენ ფიქრობ რომ ეს ტყუპები არიან რამე? თითქოს გვანა ერთმანეთს რა. რაღაც ინი და იანი. ეს შუბლზე რა აქვს მაგას ვეთქი. X-ი ახატია რაღაც. თოლში. რო თოვს ეგრამ შუაშია. თოლში და ზურგიზო. ნახე თეთრი თვალები, ბრმა ტყუპები ხო არის? სოფლიო ისტორია. სოფლიო ისტორიაში ბრმა ტყუპები სოფლიო ისტორიაში. ცალკე ის უნდა იყოს. შეიძლება იგამოვლო. ბრმა ტყუპების დაბადება. პირველი ბრმა ტყუპი. ანიმეა ხო როგორც ხვდები ახლა. არა, ეს ანიმეა, მაგრამ შებიჭო ხო შეიძლება იაპონია. მინიშნება იყოს რამეზე ხო და იაპონია და ეს რო არის რაღაც იქით მე ატომური ზამთარი. ატომური ხინროსიმა და ნაგასაკი ვიფიქრე პირველი მეთქი მაგის დაბომბვის ის ხო არ არის მეთქი. ან ამას X-ი ახატია. პირველი ეს მიზანი. პირველი ეს დაბომბვის. მარა ბიჭო ძალიან ის არის რა. ანუ ამის თქმა ეხლა იქნება სისულელე რა თქმა უნდა. ისე არ ბახსენდება. დაუცადოთ შემდეგ. ანუ ეხლა ეს ვერსიის თქმა არის 100%-იანი კაცმა არ იცის რა მოყვება. გადავიდეთ. ან შეიძლება შემდეგი მინიშნება იყოს ისეთი რომ ჩვენ რატო არ ვთქვი? ხო, მაგრამ რა ამის ეხლა ამის ფონზე მოიხსენით ხურსასმენები? დააფიქსირეს? ო, ყველაფერი ვიცით ვაფშე. ისია და დაიკეთე. გადაწყვიტეს რომ არ თქვა. ჯერ მეორე მინიშნება ხომ? აიმე. მარტივია. ხო რომ უნდა გამოვიცნოთ ეხლა თორე მიხვდნენ. მოიცა? ცუti. ხედავთ. ეს სხვა იყო რა, აზრი არა ხარ შენ. რაღაცა წიგნია ბიჭო. უნდა წავიკითხოთ სწრაფად. აი, რაღაცა. შემდეგი მინიშნება არის ცოტა დიდი. წიგნის ყდა. ცალკე მარტო? მოახიე? აი ესეთი. ჩვენი ხო? მეორე ვერსია ხო? რიგით მეორე ვერსია. ანუ ვაფიქსირებთ. არ ამოატრიალოთ, არ ვატრიალებ. ყდა. კარგი, არ ვატრიალებ. არა, უყურეთ თან იწვის. ცეცხლი რო ეკიდა და გადმოხტა თუ გადმოვარდა. აუ, პირველივე ეს იყო. რო გადმოხტა კაინი. ხო? არა, აბელი და კაინი რო გადმოხტა და აბელი რო კაინი რო გადაჩამარდა. იმიტომ ქარიში მოკლა იმან. ანუ რა ხდება? ხო, გადმოვარდა. კი, ისა დაფია 11 სექტემბერი 2000 წლის თუ 2001 პროსტა პირველივე ეს რატომ მოიტანე? ტყუპები ხო არიან ესენი? მაგაზე მე რო ვილაპარაკო. კაი, ეგ არის, ვაფიქსირებ. ვაფიქსირებ. 2001 წელი იყო თუ 2001 იყო? 11 სექტემბერი ერთი იყო. 2001 წლის 11 სექტემბერი, როდესაც კი. ჯორჯ ბუშმა რა აფიქსირებ. დიახ. კი, ეგ მაგრამ თუ არ არის, მე მეწყინება, მაგრამ სამიანს. ძალიან არ ეგ მეწყინება. არის, ეგ არის. მოიხსენით. დააფიქსირეს. თქვენც დააპირებდით დაფიქსირებას, რო არ ეთქვათ? ალბათ ხო. ეს სწორი პასუხია. ხო და პირველივე ეს რატო იყო? არა, ჯერ ერთი, ხო, მოკლედ ეს არის 11 სექტემბრის ტერაქტი, თქვათ. და ეს სამი ქულა. ჯერ ერთი, ანუ მე ტყუპები არის. ვიყავი დარწმუნებული, რომ ტყუპებს იტყოდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვანან, მაგრამ უფრო მეტი სილამაზეა აქ ჩაქსოვილი. ესენი არიან ერთგვარი ნინძები, იგივე შინობები. ანუ ტყუპი შინობები არიან ესენი რა. შინობია და შენობა. ცაგაი მინიშნება იყო. ტყუპი შინობები ჰიზაში და ჰიაში. ის არის პირველი ჰოკაგია? ანუ ნახე, იაპონიისკენ წაგვიყვანა. ამათ მაგრამ ამ ხელა ის ჩაიფხიზა, ჩვენ რა გოიმურად სისვენ, რომ ტყუპებიო და ხო, არა, მარტივი ორი გზით ვერსია კაინი და გადაუხდა. აბელი და ტყუპები რა. კაცი რომელიც ვარდება ყველა ეს ცნობილი ფოტოა მაგ ტერაქტიდან. მე აი რეკვიზიტი რომლის გამოც ყუთს ვერ ხურავ არის თვითფრინავი? Porsche 911
911. Porsche 911. 911 ამოვა ეხა. და აჰა, მოდი. ატარაზე რო შეესრულებია. და ეხა თავი რო აიფრეთ ქოს. ბოლო მინიშნება. ბოლო მინიშნება. ბოლო მინიშნება არის ბუშს რო ატყობინებენ აი კადრი თუ გახსოვთ. ბახში რო არის ხო ხო, ბავშვებთან რო არის შეხვედრაზე. გავიხსენოთ ეს ტრაგიკული მოვლენა მსოფლიო ისტორიიდან. 2001 წლის 11 სექტემბერს დილის 8 საათსა და 46 წუთზე ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს თვითმფრინავი ეჯახება. 17 წუთის შემდეგ მეორდება დარტყმა ამჯერად სამხრეთ კოშკზე. ტერორისტები 4 სამგზავრო თვითმფრინავს იტაცებენ. მსოფლიო ამ საშინელებას ტელევიზიით უყურებს. ორივე კოშკი იკრება. ტერორისტული შეტევის სამიზნე ხდება პენტაგონით. იღუპება 3000-მდე ადამიანი, რაც ამერიკის ისტორიაში უდიდესი ტერორისტული აქტია. ამერიკა ალ-ქაიდას და ოსამა ბინ ლადენს ადანაშაულებს. საპასუხოდ იწყება სამხედრო ოპერაცია ავღანეთში. 9/11 წლის მსოფლიო წესრიგს იზრდება უსაფრთხოების ზომები და იწყება ეგრეთ წოდებული ბრძოლა ტერორთან. ვაგზელებთ მაძიებელს ერთი საქმე დაგვრჩა გამოსაძიებელი და ვნახოთ ვისკენ წავა ეს ქულები 9-5 9-5-ია მანამდე ანგარიში ბასტო და ქორო არიან წინ და ამჯერად საქმეზე ფიქრის უპირატესობა იქნება ოქტოპუსისკენ. ვნახოთ მეგობრებო პირველი მინიშნება აქ რა მინდა იმიტომ რომ ვიდეოა. Because he's my child. And because I I love him. I know I left my son. I know that that's a terrible thing to do. ჩვენ კურსას თქვენ კურსასმენები უნდა გაიკეთოთ. კი ბატონო. აბა. შეელობა ისაკვიროა. სამართლო ბავშვს ართმევენ. რაღაც ეგეთი არა. დროს შეხაურებული რამე შეიძლება საქართველოს ესეთი. ხო, ხო. თანამედროვე იმიდან არ ვიცი და ეგეთი ართვეს შეხაურებული სასამართლო ის. შეიძლება სასამართლო არ იყოს ფიქრობ ფაქტი რა. ბავშვს ართმევისა რაღაცა აი ძველი ისტორიიდან ვინმეს მოტაცებისა რაღაცა ეგეთი. ეს ფილმი გეცნოთ თვითონ? მეც მაგრამ არ მახსოვს მართლა. ალბათ ნახი მაქვს ადრე რა. შინარსი და ლოგიკა მე მგონი გასაგებია ისედაც ხო. იყოს მოდი გადავიდეს იმაზე. გადავიდეს. ჩვენ გვაქვს ერთი კითხვა. კითხვა. იყო თუ არა წინა გადაცემებში კავკასიური ცარცის წრის დადგმა პირველად არ ყოფილა. არ ყოფილა, მაგრამ მოვლენა არის. ანუ ის ხო არ შეიძლება იყოს რომ ჩემი არისო შვილი დედა იძახის. ხო. არა, ფილმი არ მაქვს ნახე, ხა ის მეორე მამა თუ მე მიყვარს ჩემი შვილიო. მაგრამ შეიძლება იავნანამ რა ქნა არ არის ხო დოკუმენტური თუ დოკუმენტური არა როგორ არა დოკუმენტურია ანუ ნებისმიერი თქვა სახელოვნებო ნაწარმოების შექმნა დადგმა წელი და რაღაცა რაღაცა შეიძლება ორივე შეიძლება არა არა მაგრამ მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ რა მე ძალიან მომწონს იმიტომ რომ ცნობილი მოვლენაა ძალიან ეს კავკასიური ცარცის მოდი აბა ის ვქნათ ნამყოფი ხარ კავკასიური ცარცის წრეზე არა ტელევიზორში ეკრანზე გაქნა ნახე ბოლო სცენა ხო მაგარი სცენა თავშიც მე ვიყავი 2007-ში ბოლოს ძალიან მინდა რომ აი სულ გვაქვს პირველივეზე ის ვერსია და არასდროს არ ამას ხიკვაზის ვარსკვლავის გახსნა იყო გაგრას რამდენი თუ გებთ 4 ქულით ანუ ეს თუ ეხა თქვენ 4-იანზე გამოიცანით გეჩქარება ხო იგებთ აი მოდი ვაფიქსირებთ კავკასიური ცარცრის წრეს დადგმას იმიტომ რომ ყველაფერზე რაც ეც არ დავიფიქსირეთ სწორი ვიყავით და იმედია ეხა ეგრე აღარ იქნება კავკასიური ცარცრის წრის დადგმა რუსთავის თეატრი როვიგოს სტუროა საბოლოო აფიქსირებთ აი დრო კიდე არის არ მაინტერესებს არა დრო მო ისა ეს აი მოიხსენეთ აი ესე ამოიღეს რევოლვერები და 4-იანზე გაისროლეს პირდაპირ პასუხი დააფიქსირეს და მურტალოები და ამითი თქვენ ნახევარფინალში ხართ ეს სწორი პასუხია მეგობრებო შვილის მიკუთვნების სასამართლოა კრამერის წინააღმდეგ არის ფილმი მერილ სტრიპი და დასტინ ჰოფმანი შვილის მიკუთვნების სასამართლო ყველაზე ცნობილი ქართულ ხელოვნებაში არის კავკასიური ცარცის წრე რომლის ბოლოს გრუშე რომელიც დამიწერა ქორომაკ გრუშე ვაჩნაძე დავობს საკუთარი შვილის მოსაპოვებლად 4 ქულა პირდაპირ
აპლოდისმენტები მე მგონი მაგარი გასვლა იყო. აღარ ვაგრძელებ, ხო? ეგრე რჩე. მესამე რაუნდს. მესამე რაუნდი ვითამაშოთ მაინც, მაგრამ უფრო მე გონა ვიტო დავწრე იჩხარებათ, ხო და გამოვიცდოთ, ხო და 13-5 გახდა ანგარიში, მესამე რაუნდში 6 ქულაა და უბრალოდ ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება, მაგრამ დილოცავთ ბიჭებო. გავათამაშოთ. თავიდანაც დიდად რა აზრი ქონდა და იგზენით ხო რომ დაგითმეთო. დიახ, მადლობა. არაფერს. მე მაინც გაჩვენებ სხვა მინიშნებებს. ეს არის ნახატი სოლომონის სამსჯავრო. რაც სადაც მომრევდა. პირდაპირ ბავშვს ვერი წელავენ. ბავშვს წელავე? ხო. ხო, всё. ასეთი მინიშნება. ბავშვებს მესამე გაწევა ბოლო მინიშნება არ პერიოდში. გახდა საჭირო, მაგრამ ამისთვის აპლიკაციაც კი გადმოვწერე მე რომ დავუყურა 14 რეკლამას რომ აპლიკაცია გაიხსნა. სანამ ყველა რეკლამა და ლოუდინგდება არ გვინდა, მოკლედ უნდა დამეკრა დო, სოლ, მი, დო, სოლ, მი, რე, სოლ, ფა, რე, სოლ, რე, დო. მაგრამ ხო, ნუ იგულისხმეთ. ჟანრი უნდა ყოფილიყო რამეს. ფილმის აუ და ჟანრი. ხო ბოლო მინიშნებაც ძალიან საყვარლობა იყო, ისლამ ახაჩევი რო წრეს ხატავს. მაგამდე ვერ მივედით. აი, ეს იყო ბოლო მინიშნება, რომელზეც არცით უნდა შემომეხაზა წრე. კავკასიაზე. მაგრამ არ გჭირდება რომ არ დაგუჭირდა. მაგრამ გჭირდება ვიდეო რგოლი, რომელშიც გავიხსენეთ ამ შესანიშნავი სპექტაკლის დადგმის პერიპეტიებს. 1975 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე რეჟისორი რობერტ სტურუა დგამს ბერტოლდ ბრეხტის პიესას კავკასიური ცარცისწრე. წარმოდგენა ქართული თეატრის ისტორიაში ახალ ეპოქას იწყებს. დადგმაში მთავარ როლებს რამა შხიკვაძე და იზა გიგოშვილი ასრულებენ, მუსიკა გია ყანჩელს ეკუთვნის. სპექტაკლს გამოარჩევს ნოვატორული დადგმა, რომელშიც მუსიკა, ქორეოგრაფია და დრამატურგია ერთიან სინთეზს ქმნის. სპექტაკლი უდიდესი წარმატებით სარგებლობს მსოფლიოში, აჯილდოებენ მექსიკაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. საერთაშორისო კრიტიკა ქართულ დადგმას პიესის ერთ-ერთ საუკეთესო ინტერპრეტაციად აღიარებს. რუსთაველის თეატრს კი მსოფლიო მნიშვნელობის დასადიხსენებს. მეგობრებო, ინტელექტის რაუნდი მოგვადგა კარს. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ კომენტარებიც დაგვიტოვოთ, ჩვენი TikTok და Instagram არხებიც გამოიწერეთ აუცილებლად და ჩვენთან ერთად იყავით, მაძიებელს ეს ძალიან გააძლიერებს. ახლა კი ჩვენი მეგობრის გამომცემლობა ინტელექტის რაუნდი, მესამე რაუნდი, რომელშიც სამი თემა გვაქვს და ბიჭები აარჩევენ. მუსიკა და ისტორია, ციფრები და რიცხვები, პატივისცემა. თქვენ უნდა გაცხრილოთ ჯერ რომ მუსიკა და ისტორია გავცხრილეთ. არ გვინდა. არ გვინდა. ციფრები და რიცხვები და პატივისცემა. ციფრებს და რიცხვებს გავცხრილოთ. პატივისცემა ვითამაშოთ. პატივისცემა თქვენგან ჩვენ? რა თქმა უნდა. რა თქვენ ციფრები და რიცხვები ვეთამაშა ბარემ. აი, შენ ხო ფიზიკა კარგად იცი? ფიზიკა? არა. რატო გადამიწყვიტე? რა ვიცი. ტესლა რო გამოიცანი. ტესლა ხო გამოიცანი. ლოგიკა, კინის ლოგიკა გაგვთ მინდა გითხრათ. Iron Logic ხო? აი, პატივისცემას თამაშობენ ისინი. პატივისცემა. ციფრები და რიცხვები. თქვენთვის. ციფრები რიცხვები. კაი, აბა ნახეთ. 1914 წლის ზამთარში, პირველი მსოფლიო ომის დროს, სადღესასწაულოდ განწყობილმა ინგლისელმა და გერმანელმა მებრძოლებმა დროებითი ზავი სწორედ ამ დღეს დადეს და ერთმანეთში სიგარები, თამბაქო და სხვადასხვა საჩუქრები მიმოცვალეს. ანუ რიცხვი და თვე გვინდა ამ შემთხვევაში რა, კონკრეტული დღე. ამის შემდეგი პირველი რაც მოდის ეს დაწერა. ეგრეა? 1. არა, 1 დაწერე შენ. მე დავწერე ეს. 1 დაწერე ხა და. არა, D არა, I. 1 I. მიუხვდით მე ეს დავწერე. აი წაშალა. აი ეს ეს რა კარგად წამიშა. 1 მე 25 დეკემბერს წერ ის 1 იანვარს. 25 დეკემბერი. მე შობისის მახსოვს. 7 იანვარს. ეგ მართლმადიდებლური არის და ეს არის 25 დეკემბერი, მეგობრებო. თითო ეთაპას. 25 დეკემბერი, ისე 7 იანვარი ხო ხო თარიღია, კი, 14 დღის მერე არის. მე ვაფშე პროსტა შობას წერდი და რიცხვი და ის ვთქვი, მაგიტო ხო, მაგრამ კათოლიკური ახან არის. არა, ორივე მხარეს, მათ ქართველების იბრძოდნენ, 7-ში ისინი გავიდნენ. ეგრე დაწერა გუნდიშავა. იმათ ცალკე ის კონდოთ. აი, მოდი ჩაუთავოთ 7 იანვარი, შობა. რა მნიშვნელობა? მე სტატისტიკისთვის. მეორე შეკითხვა. Edmund Hillary და Tenzin Norgay თავს გუნდად მიიჩნევდნენ. რის გამოც Hillary-ს
სიცოცხლეში არასდროს უღიარებია, რომ სწორედ ის იყო პირველი, ან თვითონ იყო პირველი, ვინც 1953 წელს ამ ადგილას ნორგეიზე რამდენიმე წუთით ადრე მიაღწია. ადგილი უნდა დაწეროთ, სადაც ჰილარიმ პირველმა მიაღწია, მაგრამ არასოდეს თქვა ეს ნორგეისადმი პატივისცემის ნიშნად. მოიცა ჯერ. ორი მე დავწერეთ? კაი, მაშინ თუ ორი მე დავწერეთ, ორი ამოვატრიალ. 3, 2, 1. ევერესტი გვიწერე ყველას? ეგ არის მეგობრებო, ევერესტია ეს ედმუნდ ჰილარიმ ანუ სახელებრო ვერუსანი მაგიტომ მივხვდი ევერესტი და ხო მიაღწიეს. ეგ არის. და ბოლო შეკითხვა. 2024 წლის 10 ოქტომბერს გამართული საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე საქართველოს ჰიმნის დროს სტვენის გამო UEFA-მ ამ ქვეყნის ნაკრები 12500 ევროთი დააჯარიმა. თუმცა თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა მეტოქეს პატივისცეს და იგივე ქმედება არ გაიმეორეს. ეს ქვეყანა უნდა დაწეროთ. ვინც დაგვისტვინეს და ჩვენ არ დავუსტვინეთ. 3, 2, ჩვენ სხვა ხოპოს გვიწერე მე ეს მახსოვს, მე თურქეთი მახსოვს. შემეწერე ყველას. ეს არის ალბანეთი, ეს ორი პასუხია, მხოლოდ ქართული ფეხბურთის კორიფე. თურქეთთან არის ხო ეგ? არა, რო არ დავუსტვინეთ ალბანეთთან იყო. იქ თურქებს უსტვენდი? თურქეთთან ეს ჭუბი მქონდა. შაბერე. მადლობა ხალხო, მადლობა. კარგები ხართ, კარგი თამაში გამოვიდა, საინტერესო დილოც როგორ შევთანხმდით, თუ მოიგეთ ერთი მეტაკვესტი გამო. პირველ რიგში დამარცხებულ მხარეს უნდა გადავცეთ საჩუქრები, ჩვენი მეგობრისგან, PSP-სგან გეკუთვნის საჩუქრები. მომეცით საჩუქრები? საჩუქრები. აჰა. ესე იგი, ეს შესანიშნავი კომპლექტები თქვენ. გიორგი არ გახსნა სიცხვილია, მე რა გახსნა სახში რომ. თქვენ და თქვენს მეორე ნახევრებს სხვათა შორის მოეწონებათ ასევე. უი. საჩუქრები ჩვენი მეგობრისგან გამომცემლობა ინტელექტისგან, აი ეს წიგნები თქვენ. მადლობა ძალიან. და სხვათა შორის რო გახვალთ კიდე ერთი ჩანთა დაგემატებათ PSP-სგან თითოეულს, მოკლედ ასეთ საჩუქრებით დაიხუძლეთ. მადლობა PSP-ს, მადლობა გამომცემლობა ინტელექტს, რომელიც ჩვენ ძვირფას მეგობარია და წიგნებიც მოგვაწოდა. დანკის მადლობა, რომელიც ჩვენთან არის. მადლობა Click Productions, რომელიც გვიღებს აი ამ შესანიშნავ სივრცეში და მადლობა Heima Productions, რომელიც გვაფორმებს მუსიკალურად. გამოიწერეთ ჩვენი არხი ყველა პლატფორმაზე, წამოვყევით, მოიწონეთ, კომენტარები დაგვიტოვეთ და მოკლედ ბევრ სიურპრიზებს გვირდებით მომავალში. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის. მადლობა. მაშინ შემდეგი მინიშნება გვინდა. შემდეგი მინიშნება. ვერსია მაქვს. მაგრამ უიჭერი